თიდან ჩამომავალს დიდძალი ხალხი მისდევდა უკან. აჰა, მივიდა მასთან კეთროვანი, თაყვანი სადა უთხრა. უფალო. თუ გინდა, შეგიძლია ჩემი განწმენდა. გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: მინდა, განიცმიდე. და მყისვე განიწმიდა იგი თავისი კეთრისაგან. უთხრა მას იესო: იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, რაც ბრძანა მოსემ მათ და დასამოწმებლად. როცა კაპერნაუმში შევიდა, ასის თავი მივიდა მასთან. შეევედრა და უთხრა: უფალო, ჩემი მსახური სახლში მიწევს დავრდომილი და სასტიკათი წამჯება. უთხრა მას: მე მოვალ და განკურნავ მას. იმასის თავმა კი უთხრა პასუხად: უფალო, არა ვარ ღირსი რომ ჩემ წიერ ქვეშ შემოხვიდე. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მსახური. ვინაიდან მეც ხელმწიფების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვევით მყვანან ჯარისკაცები. ერს ვეუნები წადინეთ კი და მიდის. სხვას მოდი მეთქი და მოდის. ჩემს მონას გააკეთე მეთქი ეს და აკეთებს. ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ისრაელშიც ვერ პოვე მე ასეთი რწმენა. ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და დასხდებიან ა ブラ ამთან, ისაკთან და იაკობთან ცათა სასუფეველში. ხოლო სასუფეველის ზენი გადაიყრებიან გარესკნელის სიბნელეში, იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა. და უთხრა იესო მასის თავს: წადი და როგორც ირწმუნე, ისე მოგეგოს. და იმ საათში განიკურნა მისი მსახური. იესო მივიდა პეტრეს სახლში და ნახა მისი სიდედრი მწოლიარე, ცხელებით შეპყრობილი. შეეხო მის ხელს და ცხელებამ გაუარა ქალს. იგი წამოდგა და ემსახურა მათ. როცა მოსაღამოვდა,
მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და ყველა სნეული განკურნა. რათა ახსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: მან აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნეულებანი. თავის გარშემო დიდძალი ხალხი რომ დაინახა, იესომ უბრძანა გაღმა გასულიყვნენ. მიუახლოვდა ერთი მწიგნობარი და უთხრა: მოძღვარო, გამოყვები, სადაც არ უნდა წახვიდე. იესომ უთხრა მას: მელიებს სოროები აქვთ და ცისფრინველთ ბუდეები. კაცის ძეს კი არ გააჩნია სად მიიდრიკოს თავი. ხოლო სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: უფალო, ნება მომეცი ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარო. მაგრამ იესომ უთხრა მას: შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხვა. ჩაჯდა იგი ნავში და მისი მოწაფეებიც მიხვდნენ. და აჰა, ატყდა დიდი ღელვა ზღვაზე ისე რომ ნავი ტალღებით იფარებოდა, მას კი ეძინა. მივიდნენ მასთან, გააღვიძეს იგი და უთხრეს: უფალო, ვიხსენი, ვიღუპებით. უთხრა მათ: რამ შეგაშინათ მცირედ მორწმუნენო? შემდეგ წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა და ჩამოვარდა დიდი მყუდროება. ადამიანებს კი უკვირდათ და ამბობდნენ: ვინ არის ეს ქარების და ზღვაც რომ მას ემორჩილებიან? Even the wind and the waves obey him. როცა გაღმა ღადარინელთა ქვეყანაში მივიდა, შემოხვდა ორი ეშმაკეული, რომლებიც სამარხებიდან გამოვიდნენ მეტისმეტად მრისხანენი, ისე რომ ვერავინ ბედავდა იმ გზაზე გავლას. და აჰა, მორთეს ყვირილი: რა გინდა ჩვენგან ღვთისმცეო? ვადაზე ადრე მოსულ ხარ აქ ჩვენ სატანჯველად? მათგან მოშორებით ძოვდა ღორების დიდი კოლტი. ეშმაკები შეევედრნენ მას. თუ გაგვდევნი, ღორების კოლში მან შეგვიშვი. უთხრა მათ: წადით. ისინიც გამოვიდნენ და შევიდნენ ღორებში. და აჰა, მთელი კოლტი გადაეშვა კბოდედან ზღვაში და წყალში დაიღუპა. ცხენსები კი გაიქცნენ
მივიდნენ ქალაქში და უამბეს ყველაფერი, რაც ეშმაკეულებს დაემართათ. და აჰა, მთელი ქალაქი გამოვიდა იესოს შესახვედრად და რომ დაინახეს იგი, შეევედრნენ მათ საზღვრებს გასწლოდა. მაშინ ჩაჯდა ნავში. გაღმა გავიდა და მივიდა თავის ქალაქში. აჰა, მიუყვანეს მას ლოგინად ჩავარდნილი დავრდომილი. იესო მიხილა რა მათი რწმენა უთხრა დავრდომილს. გამაგრდი შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები. ზოგიერთმა მწიგნობარმა თავისთვის თქვა. ეს კაცი გმობს. იესომ კი იცოდა მათი ზრახვები და უთხრა. რატომ ფიქრობთ თქვენ გულში ბოროტს? რა უფრო ადვილია თქმა შენი ცოდვები მოგეტევა, თუ თქმა ადექი და გაიარე? ხოლო რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს დედამიწაზე აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება, ასე უთხრა დავრდომილს. ადექი. აიღე შენი საწოლი და წადი შენ სახლში. ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში. ამის შემყურე ხალხს უკვირდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ხელმწიფება მისცა ადამიანებს. იქაურობას რომ გაშორდა, იესომ დაინახა კაცი, რომელიც საბაჟოსთან იჯდა, სახელად მათე. და უთხრა მას. გამომყევი. ისიც წამოდგა და გაჰყვა მას. მოხდა ისე, რომ როცა ის სუფრასთან იჯდა სახლში, მრავალი მებაჟე და ცოდვილი მოვიდა და ჩამოჯდა იესოს და მისი მოწაფეების გვერდით. ეს რომ ფარისევლებმა დაინახეს, უთხრეს მის მოწაფეებს. რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად? ხოლო მან გაიგონა ეს და უთხრა მათ. კურნალი ჯამრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს წყალობა მსურს და არა მსხვერპლი. მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი. მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს. რატომ არის რომ ჩვენ და ფარისევლები მარხულობთ?
შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ. უთხრა მათ იესომ. განა შეუძლიათ იგლოვონ მეკორწილეებმა, ვიდრე ნეფე მათთან არის. მაგრამ დადგება დღენი, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ. ძველტანისამოს არავინ დაადებს ახალი ქსოვილის საკერებელს. ვინაიდან ახლავ დაკერებული მოიხევა სამოსელისაგან და ნახვეტი უარესი გახდება. არც ახალ ღვინოს შეასხამენ ძველ ტიკებში. სხვაგვარად ტიკების კდება, ღვინოც იღურება და ტიკებიც იღუპება. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე ინახება. როცა მათ ამას ელაპარაკებოდა, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანისცა და უთხრა. ჩემი ქალიშვილი წეღან მოკვდა, მაგრამ მოდი, შენი ხელი დაადე მას და გაცოცხლდება. წამოდგა იესო. გაჰყვა მას და მისი მოწაფეებიც მასთან. აჰა ერთი ქალი, რომელიც 12 წელიწადს იტანჯებოდა სისხლის დენით, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსლის კალთას. ვინაიდან თავისთვის ამბობდა, მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნები. ხოლო იესო მიბრუნდა, დაინახა იგი და უთხრა. გამხნევდი ასულო, შენ მარწმენამ განგკურნა. და ქალი იმავე საათში განიკურნა. მივიდა იესო მთავრის სახლში და ნახა იქ მესტვირეები და შეჩოჩქოლებული ხალხი. უთხრა მათ, წადით აქედან, რადგან გოგონა არ მომკვდარა, არამედ სინავს. და სასაცილოდ აიგდეს იგი. ხოლო როცა ხალხი გაიყვანეს, ის შევიდა, ხელი მოჰკიდა ხელზე და წამოდგა გოგონა. ეს ამბავი თელ იმ ხარეს მოედო. როცა იესო იქიდან მოდიოდა, ორი ბრმა ედევნა. ყვიროდნენ და ამბობდნენ, შეგვიწყალე დავითის ძეო! დავითის ძეო! ხოლო როცა იესო სახლში შევიდა, მიადგნენ მას ბრმები. უთხრა მათ იესომ, გწამთ რომ მე ძალმით ამის გაკეთება. ისინი ეუბნებიან მას. კი, უფალო. მაშინ შეეხო მათ თვალებს და უთხრა, თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ. და აეხილათ მათ თვალები. იესომ კაცრად გააფრთხილა ისინი და უთხრა, იცოდეთ, არავინ გაიგოს. ისინი კი გავიდნენ და მთელ იმ ქვეყანას მოსდეს მისი ამბავი. ისინი რომ გავიდნენ,
მასთან მოიყვანეს ეშმაკეული მუნჯი კაცი. როცა ეშმაკი განიდევნა, მუნჯმა ენა ამოიდგა. გაკურებული ხალხი ამბობდა: ასეთი რამ არასოდეს მომხდარა ისრაელში. ფარისევლები კი ამბობდნენ: ეშმაკთა მთავრით დევნის ეშმაკებს. დადიოდა იესო ყველა ქალაქსა და სოფელში. ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას, კურნავდა ყოველგვარ სენს და ყოველგვარ უძლურებას. ხალხის ბრბორომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან ისინი დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი. მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: სამკალი ბევრია, მუშაკნიკი ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.